გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს, დინო ხაჩიძესთან ერთად. ახლა 14 საათი და 10 წუთია, ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე. FM 92-და და 3-ზე დღეს განცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის მამკარეშიძე. ბატონო მამკა, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან და ბუნებრივია ჩვენ ვერ ავსებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ისეთივე დრამატიზმით ვითარდება როგორც გეოპოლიტიკური მოვლენები მთელ მსოფლიოში და მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს და არც მცირე ნაწილს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მათი ვთქვათ დღევანდელი მოქმედებებიდან გამომდინარე, ზოგადად ჩვენ საზოგადოებას, მე როგორც ვაკვირდები, იმედი არ მიწყენენ, გვახასიათებს ასეთი რამ, რომ ჩვენ ვდგამთ რაღაცა ნაბიჯებს, მაგრამ არ ვფიქრობთ ამ ნაბიჯს, რა ნაბიჯი შეიძლება მოხდეს და საბოლოოდ რით შეიძლება დაგვირგვინდეს და ეს გაუთვლელობა, გაუაზრებლობა, რასაც ჩვენ ფუთავთ და ვამართლებთ ემოციურობით, თან გაზრდებს ლაიტმოტივად ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდს საქართველოს ისტორიისას და არსებობისას, რასაც მე მოვესწარი და ვფიქრობ არც მანამდე იქნებოდა სხვაგვარად საქმე. ბატონო მამკა, მე მინდა დღეს ჩვენ ვისაუბროთ აი ესეთ თემაზე, როგორი არის მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები ჩვენს ქვეყანაში გამომდინარე აი ამ გეოპოლიტიკურ მსხვილ მოთამაშეებს შორის და არა მარტო მსხვილ, ვთქვათ რეგიონულ საშუალო და მსხვილ მოთამაშეებს შორისაც ასევე ინტერესების და ურთიერთდამოკიდებულებების გათვალისწინებით, ეს როგორ არის ასახული ჩვენ სინამდვილეში, რაც ახლა ხდება, როგორ შეიძლება ახსნათ იგივე აი დასავლელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ძალიან უცნაურ დამოკიდებულება, რა, როგორც არის დიპლომატებისთვის ვიზების გაუქმება, რაღაც დაუბრუნდით ევროკავშირის გზას, აი სრულად გაუგებარი ფორმები, იმიტომ რომ დასავლეთი ყოველთვის იყო ფორმის ცივილიზაცია და ფორმას ინარჩუნებდა ურთიერთობაში. ამჯერად ფორმა არ არის შენარჩუნებული, ყველაფერი არის აშკარად პირდაპირ ტექსტით არის, ყველაფერი ნათქვამი, რაც არც თუ სასიამოვნო მოსასმენია, რაც ბადებს იმის ეჭვს, რომ არსებობს რაღაცა გეგმა, რომელ გეგმასაც ჩვენ ნებსით უნებლიეთ ვუშლით ხელს. რა გეგმა შეიძლება იყოს ეს, რაში შეიძლება ვუშლიდეთ ხელს, რაღაც ზვალივით გაჩხერილები ვიყოთ და როგორი არის, როგორც უკვე ვთქვი, მოსალოდნელი სავარაუდო სცენარები გეოპოლიტიკურ ფონზე იმ მდგომარე ვითარებიდან გამომდინარე რა დღეს ქვეყანაში. მივესალმები მაყურებელს, მაგრამ ისეთი მოცულობითი კითხვა. მინდა რომ ნაკლებად ჩაგერიოთ მე, დიახ. ხო, ну მოკლედ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იკვეთება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ორი სავაჭრო გზა, რომლის შექმნასაც ცდილობენ მხარეები, მსხვილი მოთამაშეები. ეს არის ჩრდილოეთიდან სამხრეთის სავაჭრო გზა, რომელიც რუსეთს როგორც აქციებით კი არა სანქციებით, ასე ვთქვათ, ძალიან შევიწროებულ, ესე თვლიან მოსკოვში ყოველ შემთხვევაში, შევიწროებულ ქვეყანაში ირდება რომ აამუშავოს ეს გზა, ეს არის პეტერბურგი, დელი. აზერბაიჯანზე რომელიც გადის და მეორე არის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ მიდის. მართალია ამ გზების ამუშავება ჯერჯერობით არ არის ისე სრულფასოვნად, როგორც ვთქვათ, წარმოუდგენია იდეის სულის შემდგმელს, მაგრამ ნელ-ნელა გეკეთდება ეს გზები და ამ გზების ამუშავება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მხარეებისთვის, ერთის მხრივ ჩინეთისთვის და მეორე მხრივ რუსეთისთვის. რასაკვირველია თავისთავად ევროპისთვისაც, რომელსაც ჩინეთთან უზარმაზარი თვითბრუნვა აქვს დაახლოებით 600-800 მილიარდის ფარგლებში და რუსეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის პარტნიორებთან, შოსის და ბრიქსის შემადგენლობაში ყოფ ქვეყნებთან სხვანაირი ტიპის ვაჭრობას ჰქონდეს, თან ფეხი მოიკიდოს წინა აზიაში. მოკლედ, როგორც ხდებოდა ისტორიულად, ისე ხდებოდა ეხლაც, რომ ეს რეგიონი, არა საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი ხდება განსაკუთრებული სავაჭრო და ესე იგი სავაჭრო ზონა და აქედან გამომდინარე დიდი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების გეოპოლიტიკური ჯახის ასპარეზი. ჩვენ როგორც ყოველთვის შუაში ვართ სადღაც და ნეტარად ვართ შუაში, სულად სხვა რაღაცებს ვიტყვი. თორემ ისტორიულად რო გავავლო ადრეული საუკუნეებიდან, არა მარტო შუა საუკუნეებიდან, არამედ ჩვენ წელთაღრიცხვამდეც კი და იგივე ხდებოდა.
ძალიან საინტერესოა, შორს არ მინდა წავიდე, სხვა დროს ალბათ ამაზეც ვისაუბრებთ, როგორ იყო განსაზღვრული, თქვათ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე სად გადიოდა ცივილიზაციური ზღვარი. და ძალიან კარგია, მაგალითად ერთ-ერთი რუკა, რომელიც ცნობილია ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნიდან, მართალია რუკა შემორჩენილი არის, მაგრამ აღწერილობაა შემორჩენილი. აი ცივილიზაციების ზღვარი, აზიასა და ევროპის ზღვარი გადიოდა ფასისზე. ძალიან საინტერესოა, ხო ესე იგი ეს იყო გამყოფი აზიასა და ევროპას შორის. შავი ზღვა ფაქტობრივად, არა? შავი ზღვა ფაქტობრივად და ფაზისი არის. ფაზისი ძალიან მკვეთრად არის აღნიშნული როგორც საზღვარი. ოღონდ ფაზისი არ არის როგორც რიონი, ფაზისი არის როგორც ჭოროხი. ჭოროხის იმაზე დაახლოებით. მაგრამ ამას ახლა გადამწყვეტ მნიშვნელობა ამ წუთში არ აქვს. უბრალოდ მე ის მინდა გითხრათ, რომ ევრაზიული გამყოფი ხაზი ეს ყოველთვის ესე ვთქვათ ამ ტერიტორიაზე იყო, აი და აქედან გამომდინარე ცივილიზაციათა ზღვარიც ამ ტერიტორიაზე გადიოდა. სავაჭრო გზებიც ამ ტერიტორიაზე გადიოდა. დაპირისპირების გზებიც ასე იყო. ახლა შუა საუკუნეებში ხშირად თავდასხმები საქართველოზე და ამ საერთო სამხრეთ კავკასიაზე ხდებოდა რასაკვირველია ნადავლისათვისაც, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი იყო ის, რომ ამას აწუხებდა აქ რო გადიოდა სავაჭრო გზები, სადაც ომი იყო, იქ სავაჭრო გზა აღარ გაივლიდა, ესე გაივლიდა მათ ტერიტორიაზე. ხო, მოკლედ ასეა თუ ისე, ახლა ესეთი ვითარება გვაქვს, რომ აი ეს ჯახის ეპიცენტრში მოხვდით, როგორც ისტორიულად გვჩვევია, მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, გამოდის, რომ საქართველოს არაერთხელ გამოძვრა შექმნილი ვითარებიდან, საერთოდ ეს რეგიონი საქართველოს მეოხებით, იმიტომ რომ ეს რეგიონი არ ყოფილა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებით სავსე, ერთადერთი საქართველოს იყო, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებდა ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს საუკუნეების განმავლობაში და რაღაცნაირად ახერხებდა ამ ვითარებიდან გამოსვლას და მე იმას ვიტარებ, რომ ეხლა იგივე მოხდება. სხვადასხვა მინდა რომ ხაზი გავუსვათ ბატონ მამუკა იმას, რომ რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ეს არ არის მარტო საქართველოს და ილხამ ალიევის განცხადებებიც მოწმობს ის დაუფარდა ისიც სხვადასხვა სომხეთი მათ წარმომადგენლობამ ორივე ხო პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტად მიულოცეს ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა აზერბაიჯანი ეს ძალიან სახასიათო იყო იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეს ორივე სახელმწიფო ხვდება რომ საქართველოს არის ის წერტილი საიდანაც მთელი სამხრეთ კავკასია ირევა რასაკვირველია, ახლა პრინციპში ჩვენი სომეხი კოლეგების ნაუბარი მოვისმინე ცოტა ხნის წინ, ძალიან საინტერესო იყო, რომ რაც არ უნდა ესეთი დემოკრატიულ ევროპულ პლატფორმაზე იყოს ფაშინიანი, თუ საქართველოში არ იქნება ანალოგიური, ასე ვთქვათ, მიდგომა პოლიტიკის, შიდა პოლიტიკის მიმართ, ძალიან გაგვიჭირდება შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც დღეს არის. ესე იგი, ესენი პროსამთავრობო ექსპერტები ლაბორატორიუმში ამის თაობაზე. ძალიან საინტერესო შეხედულებაა, სხვადასხვა დასაფიქრებელი. და საერთოდ იგივე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ აზერბაიჯანი იმ შემთხვევაში თუ საქართველოს იქნება ცეცხლით მოცული ღმერთმანოქმნას, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ეკონომიკური ძლიერებას დაესმება სერიოზული კითხვის ნიშანი. ისიციანი. და ამიტომ არის რომ პრინციპში მოყვებიან იმ ტრენდს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არსებობს და შესაბამისად იქცევია. მაგრამ ეხლა გავანებოთ აზერბაიჯანი და სომხეთი აქ გადამწყვეტი ჩვენ ვართ და ხო რაოდენობა მოკლედ ასეა თუ ისეა აი ესეთი ვითარებაა ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ჯახის რეჟიმში ვიმყოფებით და ეს ყველაფერი მოქმედებს შიდა პოლიტიკაზე. რასაკვირველია შეცდომები დაშვებული იყო მხარეების მხრიდან, რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი ეს ფაქტია, ძალიან სერიოზული, მაგრამ მე მინდა რომ საზოგადოება უბრალოდ გაითვალისწინოს ის რა გარემოებებში ვართ მოხვედრილი და ამ გარემოებიდან გამომდინარე იმოქმედოს, იმიტომ რომ ჩვენთვის სასწაულად მნიშვნელობა რაღაცნაირი გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადავდგათ რაღაც საზოგადოებამ პოლიტიკურმა ელიტამ იზრუნოს ხვალინდელ დღეზე ეს არის მთავარი მოწმობა. ახლა დაიწყება აქ ლაპარაკები იმის თაობაზე, რომ აი ჩვენ ამაც ვიკეთებენ ის მეორე მხარეც იგივეს დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ისტორიის თვალსაზრისით და არც იმის თვალსაზრისით ასე ვთქვათ დღევანდელ დღე ხო არ არის გამსაზღვრელი არა. ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ და ხვალინდელი დღე მოითხოვს ქართული საზოგადოების და პოლიტელიტის კონსოლიდაციას იმისთვის რომ გადავრჩეთ. კიდევ ერთხელ მეორე საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერის სურვილი არ არის მთავარი დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება.
გეოპოლიტიკაში მთავარი არის ტერიტორია. აი ესეთი მოცემულობა ყველა ცდილობს ჩაერიოს სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში, ყველა მსხვილი მოთამაშე რუსეთი თავისთავად, დასავლეთი თავისთავად, კიდე ცალ-ცალკე ქვეყნები თავისთავად. აი მაგალითად საფრანგეთის აქტივობა ამის ბოლო დროს განმავლობაში ძალიან კარგად მანიშნებელია და ილხამ ალიევი არიზარებს ხოლმე და პირდაპირ გაკრასკბილი. ხო, გაკრასკბილი საფრანგეთის ხელისუფლებას მაკრონიანად. და დიდ ამბავშია მოკლედ რა. ეხლა რა გითხრათ, მე მგონია მთავარი რეცეპტი არის ეს, რომ აი უნდა დავინახოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. კონფრონტაცია არ მოგვიტანს შედეგს, სამწუხაროდ ისეთ შედეგს, რომელიც ქვეყანას და რეგიონს ჭირდება. ეს არის ყელი მართლა, აი მთელი ამ სივრცისა, რომელსაც ქვია შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზზე, ეს არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი კონფლიქტების, აი პრობლემები ზუსტად იმიტომ, რომ კონფლიქტური რეგიონების გულისხმობ. ზუსტად იმიტომ, რომ არავის არ უნდა რომ საქართველოს იყოს ესეთი თქვა დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, ქვეყანა პატარა, რომელსაც აქვს უზარმაზარი სივრცე საზღვაო თან იმ ზღვის ნაპირს აკონტროლებს დიდ ნაწილს, რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ნატოს ესე თქვა დოქტრინაში ეს გათვალისწინებულია კიდევაც. რომ ნატოსთვის შავი ზღვა არის სტრატეგიული სივრცე. ამიტომ შენდება რუმინეთში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ნატოსი გერმანიაში განლაგებული ბაზის შემდეგ სიდიდის თვალსაზრისით და აღჭურვილობის თვალსაზრისით ყველაზე ძლიერია, რომელიც ევროპაში იქნება. მე ვგულისხმობ ელექტრონული დაზვერვის საშუალებებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომელიც გამოიყენება და ასე შემდეგ. მოკლედ რა ვთქვა ახლა კიდე ამასთან დამატებით სხვა ეს არის ალბათ მომკარო ეს ამ თუ ვინმე მხარეებს რაღაცა თავიანთი გეგმები აქვს და უფრო ნათლად რომ ვთქვა ეს გეგმები მოიცავს იმას რომ და საერთოდ მთელი ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება ეს არ არის იმიტომ რომ რუსეთი უნდა გავანადგუროთ რაღაც ამერიკის მზე ჩაესვენოს ეს არის აი ამ სავაჭრო გზების კომუნიკაციების ვინ დააწესებს ამ გზებზე კომუნიკაციებზე კონტროლს რაც თავისთავად გულისხმობს ამ რესურსებზე კონტროლსაც ხო დედამიწის რესურსებზე ანუ ფულის ამბავია შემოსავლის ამბავია ეს სერიოზული თემაა ხო მე აისბერგის დაპირისპირება კი მე ვიცი ამიტომ რომ ცოტა გავშალოთ აი რესურსებთან დაკავშირებით ეს ასაკურველია ბრძოლა მიდის რესურსებისთვის ხვალინდელ დღეს რომ თავი დავანებოთ არის ზეგინდელი დღე ზეგინდელი დღე არის უნიშნელოვანესი დანარჩენი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით სხვილი მოთამაშეებისთვის ვინ გააკონტროლებს იმ რესურსებს რომელსაც რუსეთი დღეს ფლობს ყველაზე უკეთესი ვარიანტია გააკონტროლონ თვითონ მისაღები ვარიანტია გააკონტროლოს რუსეთთან ერთად და მივიღებელი ვარიანტია რომ ხო ჩირინთმა გააკონტროლოს და რუსეთი ფლობს არა მარტო ენერგომატარებლებით თვალსაზრისით ძალიან ისეთი სერიოზული რესურსი აქვს პლუს ახლა თუ მithumetes თუ ჩრდილოეთის რესურსებსაც აითვისებს და ამისთვის არქტიკისთვის მიდის სერიოზული ბრძოლა გარდა ამისა არის კიდე სხვა ტიპის რესურსებიც მინერალებით ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის წყნარი წყალი რომელიც ზეგინდელი თუ არა მაზანგინდელი დღისთვის უკვე ხდება ძალიან პრობლემატური. ბაიკალს გულისხმობ და სხვა რესურსებს რომელიც მას აქვს წყნარი წყლის. მოკლედ რესურსებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. და რესურსებისთვის მიმდინარე ბრძოლის ეპიცენტრშიც მოვხდით. ესე იგი არა მარტო სავაჭრო გზების, არამედ რესურსებისთვის ბრძოლის ეპიცენტრში და სხვა შორის უნდა ითქვას, რომ ერთ დღეს ველაპარაკეთ ძალიან ჩვენ ქართულ ისტორიკოს არ მიღია მისგან უფლება, თორე საფალდაგვარსაც დავასახელებ და ძალიან კაი პარალელი გაავალო, როგორც ჩამოიშალა ადრეული საუკუნეების სხვადასხვა ცივილიზაცია ზუსტად იმიტომ, რომ რესურსების რომელიც იყო კონკრეტული რესურსი აგებული და როგორც შეცვალა ეს რესურსი ახალმა გაჩენილმა რესურსებმა როგორც ახლა ხდება და ამის გამო აი ეს აწყობილი სახელმწიფოები ჩამოიშალა მოკლედ ეგვიპტე იყო ეგვიპტის ცივილიზაციაზე, შუმერების ცივილიზაციაზე და სხვაზე საუბარი. მოკლედ აი ამ რესურსებისთვის ბრძოლას მიმდინარეობს, ესე შევთანხმდეთ, მოკლედ რესურსებისთვის ბრძოლა, სავაჭრო გზების კონტროლისთვის ბრძოლა, საბოლოო ჯამში ამას ყველაფერს თქვია გავლენებისთვის ბრძოლა და აი ამ ბრძოლის ეპიცენტრში ვართ. ყოველთვის ვიყავით და ეხლაც ვართ. და ნუ ეხლა უფრო გააქტიურდა რიგი მიზეზების გამო, იმიტომ რომ რუსეთისთან დაკავშირებული სანქციებმა დაიწყო ეფექტის გამოღება.
რას გულისხმობთ? იმას გულისხმობ, რომ საბანკო სისტემა პრაქტიკულად არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იცით ახლა რა, რომ საბანკო ტარიფის გაზრდა ხო ახლა ნუ ის უკვე იმ სვარამდე მივიდა რომ რუსულ ბიზნესს აღარ აქვს საშუალება და არც აქვს სურვილი რომ საბანკო ესე ვთქვათ სესხია იყოს. იმიტომ ტარიფია ძალიან მაღალი. და ამიტომ ესე ვთქვათ ეს კოლაფსისკენ მიდის საქმე როგორც თვითონ რუსი ბანკირები ამბობენ და ვისაც არ ეზარება რუსეთში ყველა ნაბიულინას ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს აგინებს. მაგრამ ნაბიულინა მყარად დგას ამ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ თვლის რომ მხოლოდ ცენტრალურ ბანკს შეუძლია დაიჭიროს მდგომარეობა შეინარჩუნოს მდგომარეობა, თორემ ეკონომიკური ქაოსი დადგება. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე არის დეველოპერული ბიზნესის ესე კრახი პრაქტიკულად. და ბევრი სხვა რამ. ეხლა ერთადერთი ბიზნესის ერთადერთი სივრცე, რომელიც წარმოების, რომელიც ვითარდება და რაღაცნაირად ფეხზე დგას, ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ნუ ეხლა თან ახლა გავითვალისწინოთ, რომ ენერგომატარებლების თემაც არ არის ისეთი მყარი, როგორც იყო, იმიტომ რომ ვინც სარგებლობს რუსეთის ენერგომატარებლებით, ის სარგებლო შექმნილი მდგომარეობები და ის დაბალფაზი იაფად იღებს. მე ჩინეთი პირველ რიგში, რომელიც მიუხედავად 100 ხელშეკრულებისა, მაინც არ განახორციელა ის პროექტი, რომელიც რუსეთს ძალიან ჭირდებოდა, ეს არის სილე-სიბირი თვა გაზის ხო, მოკლედ აი რა გითხრათ ახლა ეს სანქციები მუშაობს დასაკვირველია თუნდაც ახლა ის ავიღოთ რუსეთისთვის იყო უზარმაზარი დარტყმა მისი რკინიგზის სანქცირება და ჩინეთის ტვირთი რომელიც აქამდე გითხარით რა რაოდენობისაც არის რომელიც ევროპაში გადიოდა რუსული რკინიგზის და მეორე ბალტიის პორტების საშუალებით დღეს ახლა სანქციების გამო აღარ მუშაობს და ამიტომ არის შუა დერეფანი რო აქტიურად მაყურებელს და მსმენელს მკაფიო თუ შუა დერეფანი ეს ნიჭას რუსეთის ტერიტორიის გვერდისავლით, ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია, თურქეთი და ევროპა. ხო და ეს შუა დერეფანი ვიღაცას გონია რომ არიქა რუსეთისთვის კარგია, რუსეთისთვის არის წითელი ნაჭერი. ხო და იმის მხოლოდ იმის გამო რომ მისი პარტნიორი ჩინეთი ამაში ჩართული რომელიც ჭირდება, ამიტომ ესე იგი აქტიურ მოქმედებებს არ აწარმოებს, თორე სიამოვნებით დაინახავდა იმ გზას ჩამოქცეულს და არამუშავებულს. ამ საქართველოს ტერიტორიას ასე ვთქვათ. ბატონო, ჩვენ რეკლამის გამო ცოტა ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დავბრუნდებით და გველოდოთ. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია და განვაგდოთ საუბარ ჩვენს სტუმართან მამკარიშიძესთან ერთად. ბატონო მამკაი, ევროპის მოდი ესე ვიტყვი. ნაწილის აი ასეთი დაჟინება, ასეთი თავდასხმები, ასეთი არაადეკვატურობა. ეხლა ის ჩემთვის უკვე გასაგები გახდა, რომ ეს რაღაცნაირად გავლა იმის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას, თვითონ ევროპული საზოგადოებრივი აზრის მომზადებას, რომ აი საქართველოში არის ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული რეჟიმი და განწყობები, როდესაც ევროპარლამენტარებმა 30-მა მე მგონი მოაწერა ხელი რეზოლუცია, სადაც ნათქვამი წინა საარჩევნო პერიოდში იყო ეს ჯერ და სადაც ნათქვამი იყო, რომ ქონებებს ართმევენ ოპოზიციის ლიდერებსა და მათი ოჯახის წევრებს. ახლა ხო არის წყვილი და არის მამალი წყვილი. ანუ და აი ესეთ საოცარ რაღაც განცხადებებს აკეთებს, რაც მაგალითად აი ჩემთვის არის ევროპის და ევროპულობის შეურაცხყოფა აბსოლუტური. რატომ მიდიან ასეთ ხის გამწვავებაზე? რა უნდათ რო გავაკეთოთ? რას არ აკეთებს ქართულ? ხა მე არ მგონია რომ საქმე იყოს აი ოჯახური ღირებულებებისა და ეს არის მე მგონი თან რუსული კანონი. ხო, როგორც რუსული კანონი. ხა ეს არის შეფუთული, ამითი გადაფარული. სინამდვილეში რა მოტივია, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს? აქ უნდა იყოს მხარეებისთვის ბრძოლის მთავარი საგანია, როგორი ტიპის ხელისუფლება იქნება საქართველოში, რამდენად დამჯერი იქნება, რამდენად შემსრულებელი იქნება მათი ნებისა. ეხლა აი დაახლოებით საკითხი ესაა, იცი რა, მე ვებრძვი სერიოზულ ხალხს. დასავლეთი იქნება და რუსეთი ამას ლაპარ. მე ვებრძვი სერიოზულ ხალხს და აქ შენ მიშლი ხელს შენი პირობებით. შეხარ პატარა სუსტი ქვეყანა და შენი პირობები ჩაგაგდო კოცანში დამჭირდება ამოგიყვანა. ხო, შენი პირობები არ უნდა კონდეს და მაცალე ახლა შენ თუ შენი პირობების დაღენებას დაიწყებ, მაშინ მე გავაკეთებ ყველაფერს, ჯერ შენ მოგიშორო და მე იმასთან ვიბრძოლო, ისთანაც არის. ორივე მხრიდან არის ამ ტიპის ზეწოლა. ეპიცენტრში ვართ ჯახის. ახლა ვიღაცას არ უნდა დაიჯეროს და ამბობს, რომ აი დღევანდელი ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ.
მეორე ნაწილი ამბობს, რომ აი იმას გვიშვებია, რომ დასავლეთით ასე ვთქვათ, გვატერორებს და ძალიან ხო. მაგრამ მე ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ორივეს მეთოდოლოგია არის ერთნაირი. ხო, ორივე ერთნაირი. აი მე მინდა რომ დაინახონ ადამიანები, რომელიც ამ პროცესში არიან აქტიურად ჩართული, რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობს ერთდროულად თბილისზე და სოხუმზე. ოღონდ სხვადასხვა ძალებისაგან. სოხუმზე წარმოუდგენელი სახის აფხაზების საშინელ დღეში ჩაღარა. საშინელ დღეში ჩაღარეს რუსეთმა, ოღონდ სხვადასხვა ძალის მიერ. იმიტომ რომ ეს ძალები ჯერ რუსეთში სხვადასხვა ძალას. არა, ის რუსეთია, ეს დასავლეთია. ხო, იქ რუსეთია, ეს დასავლეთია. სხვადასხვა აი მაგალითად არავინ არ შეიმჩნია ის რომ აფხაზებს 77 მილიონი კილოვატ-საათის ენერგია უყიდა ქართულმა მხარემ და ეს საათით ყოველთვის ყიდულობთ. ხო, ეხლაც უყიდა და ხო მისა და ბიძულებული გახდა ნანბაის მისი ენერგეტიკის მინისტრი, არა ენერგეტიკის მინისტრი გამოსულიყო და სახალხო თეთქო და დარისი ჩუმია იქ. სოციალურ ქსელებშიც კი რაღაცა ის 1-2 მადლობასავით გაიპარა. და ხა ის არ არის გადამწყვეტი სიმძლავრე, რომ ყველაფერს უშველის, სიტუაციას უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო არის. ხო და მოკლედ რა მინდა გითხრათ, რომ ესე იგი აფხაზებში შეიან იმის გამო, რომ რუსული პროექტის განხორციელებას ხელს უშლიან და რუსული პროექტი არ გულისხმობს მარტო იქ აპარატოტელების მშენებლობას. რუსული პროექტი გულისხმობს აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის სტატუსის შეცვლას. აი როგორც ეს ხო არის საქართველოსთან სხვა ტიპის ურთიერთობების სისტემის შექმნას. ამას მოსკოვი აფხაზებისგან მოითხოვს. დანარჩენი საქართველოს თქვათ. დანარჩენი საქართველოსთან რასაკვირველი. ნუ ეხლა აფხაზების ფეხებზე კიდიათ მოსკოვშიც და ქართველების თავარი არის რომ აი ეს რკინიგზა რომელიც ჭირდება რომ ეს სავაჭრო გზა ამუშავოს იმან გაიაროს ჯერ აფხაზეთზე და მერე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და მერე სომხეთის ტერიტორიაზე რომელიც რკინიგზაც ისედაც რუსეთის საკუთრებაა. ირანის და აქეთ აზერბაიჯანსაც ავიწროებს. ამიტომ აზერბაიჯანს ავიწროებს, რომ აზერბაიჯანი ითვლება თურქეთის მეგობრად და ამიტომ თლად სანდოა პერიქნება ბოლოში არ უნდა მოსკოვს, რომ აზერბაიჯანს კონდეს მონოპოლია ამ რკინიგზაზე, იმიტომ რომ ეხლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. არც ირანს არ აწყობს, რომ იყოს აზერბაიჯანი ამაში ჩართული. ურჩევნია, რომ ეს საქართველოს სომხეთის ტერიტორიაზე გადიოდეს. თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, სანგეზურის კორიდორის ფაქტორი. სანგეზურის კორიდორი თუ ამუშავდა, მაშინ ეს რკინიგზა გადაიჭრება, ანუ მაინც აზერბაიჯანი იქნება მაკონტროლებელი ამის, ამიტომ რუსეთი დღეს ხმალამოღებული კულუარულად იბრძვის, რომ ეს სანგეზურის კორიდორი არ ამუშავდეს. ჩვენთვისაც არ არის ხელსაყრელი. ჩვენთვის არ არის რასაკვირველი ხელსაყრელი. მოკლედ, ბევრი ფაქტორია ერთმანეთზე გადაჭაჭული. მე ხშირ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მესმის ზოგიერთ შემთხვევაში, თქვათ, ის მღელვარების მიზეზი, რაც თბილისშია და აი ამ აქციების მიზეზი და ყველაფერი, მე მინდა რომ ადამიანებმა რომელიც ცდილობენ აქციების მეშვეობით ქართული პოლიტიკის ახალი სახე ჩამოაყალიბონ, ეს ფაქტორები გაითვალისწინონ. ისევე როგორც მთავრობას თხოვრო და პოლიტიკურ სპექტრს, რომ ეს ფაქტორები გაითვალისწინოს. არაერთხელ მithქვია და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რაც ხდება ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მაგრამ საქართველოსთან გამომდინარე, საქართველოს ესე იგი სისუსტიდან გამომდინარე, როგორც სახელმწიფოს სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგიონის და ამბების რაც გარშემო მოხდება, ეხლა უკვე პასუხისმგებელი ყველა, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ ელიტას. ყველა მიუხედავად იმისა, რომ გამოდიან და არ არის ყველაფერზე ხელისუფლება, იმიტომ რომ შენ როცა იცი, რომ ესეთ გეოპოლიტიკური ვითარებაა, მაშინ აუცილებლად შენ სახარ პასუხისმგებელი იმაზე, რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა ხვალ. მით უმეტეს, რომ ზოგ შემთხვევაში შენი აქცენტები სწორი არ არის. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ასე რომ, მოკლედ, საბოლოო ჯამში ჩემი დასკვნა ასეთია, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ვარ, ძალიან რთულ ვითარებაში, რომელიც როგორ განვითარდეს კაცმა არ იცის, ახლა აი მაკეინის დასკვნა ის იყო აბსოლუტურად კატასტროფული. ეს რაღაცა გავდა ხო ეხლა მაკეინის ინსტიტუტის. დიახ, ეს მე არ ვიცი ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა თუ იცის, მაგრამ პირდაპირ არავის არაფერს არ ეუბნება ხოლმე, არც ის რომ მაგალითად 2008-ში დაიწყეთ ის კონტრტერორისტული ოპერაცია, ხო არავინ არ ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს ამას პირდაპირ ტექსტით. ასეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ მინიშნებები ხდება. მე ეს მართლა აღვიქვი მინიშნებად. აბსოლუტურად გაუგებარი იყო მინიშნებად, რა შვებით, რატო არ არის. ხო,
ხო მსხვერპლი რატო არ არის ხო ეს საკრალური მსხვერპლის პრინციპია ეს არავისად დღეს არ მოუგონია ეს არსებობს ასეთი გონება სუსტები გონი რა ართ მაკეინის ინსტიტუტია ბოლოს და ბოლოს რაღაცა შეესწავლათ სხვა შორის უნდა ითქვას რომ პრინციპს ეს დასკვნა თვითონ იქითოებს იმათი გონება სუსტობის ხო და ნუ ახლა ეს არ აღელდებთ იმიტომ რომ მსხვილ მოთამაშეებს თავისი ცხოვრების წესი და მიდგომის წესები აქვს შენ როცა ხარ წრული მოთამაშე ყოველთვის გეკიდება ისე თავისი სიძლიერის სიმაღლიდან ეს ხო აქსიომაა რა და სულ არ აინტერესებს შენი აზრი შენი აზრი აბსოლუტურად არ აინტერესებს თავარია თავისი თქვა და შენ რა სიტყვი ხან როგორ მივახცევთ იქამდე ხან ნუ აი ხო ფაქტია რომ მაგალითად იგივე მაკეინის შემთხვევაში რომ როდესაც 2008 წლის უბედურება მოხდა მაკეინის ის თითქოს მომზადებული ჰქონდათ ეს ბუკლეტები მეორე დღესვე მაშინ იყო საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ობამა და მაკეინი იყო დაპირისპირებული და მეორე დღესვე უცებ მაკეინის ხელში აღმოჩნდა მაკეინის ბიჯაკზე გამოჩნდა სამკე ისა რა ქვია ნიშანი სამკერდა ნიშანი მე ქართველი ვარ ეწერა და მისი გუნდით კლიენტად ამით ნიშნებით იყო შეერაღებული ეს იგი წინასწარ გააკეთეს და 10% თან იცოდნენ რომ რაც მოგვივიდოდა რა 10%-ით მოიმატა მაშინ სხვადასხვა შეფასებით მაკეინის რეიტინგმა აი იმ დღეებში მართალია საბოლოო ჯამში აგვარჩევნები მაგრამ ეს მოიმატა ეს აი ამ განცხადებებით რომ საქართველოს ხარჯის კი ასეა თუ ისეა მოკლედ პრინციპში ესეა რომ ნუ გამოვაყენებინებთ თავს ნურავის ეს მინდა თქვა და არ აქვს მნიშვნელობა რუსი მოსკოვი ოფიციალური მოსკოვი იქნება ოფიციალური ვაშინგტონი თუ სხვა ჩვენი მაგრამ სიხისტეც ყოველთვის მომგებიანი არ არის ხო მე სხვა ძალიან მიკვირს აი ხელისუფლების ეს ხისტი ხო შეიძლება ყველაფერი თქვა მაგრამ ისეთი ფორმით თქვა, აი როგორც ჟურნალისტიკაში არა, რომ ვერ გიჩივლოს რესპონდენტმა. რასაკვირველია და გარდა ამისა არსებობს მოქნილობა დიპლომატიური, რომელიც აუცილებელია. ეხლა დიპლომატიაზე რო ლაპარაკობ, ესეც აი როგორ არის რაღაცა მგონია რომ ყველაფერი ხელოვნურად გაკეთდა. პრაქტიკულად აი ყველაფერი იმისთვის რომ აქამდე მისულიყო დუღილის ამ ტემპერატურამდე. სალომე ზურაბაშვილმა არ მოაწერა ხელი ელჩების დანიშვნას კარგა ხანის წინ. და საბოლოო ჯამში გამოდის რომ ეხლა ისეთ საკონძო ქვეყნებში ელჩები არ აქვს ერთად. და გამომდინარე ატროფირებულია ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მუშაობა. ანუ ეს ისეთი გეგმა იყო დიდხნიანი. ესე გამოდის, ხო, რომ ესე რო შეხედო, ესე გამოდის, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყო და აი ესეთი რამ დაუშვა, რომ ამდენი ელჩი არ იყოს დანიშნული. თან ეთყობა გათვალისწინებული იყო ისიც, რომ ბევრს უმთავრდებოდა ვადა. და ელჩი არ დარჩა. ელჩი არ დარჩა და ეხლა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ წუთში ელჩი არ არის, ხო? ნუ კაი გადადგა თვითონ ზაკალია, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, საკონძო ქვეყანაში დიდი ისა ევროპის. აი ზაკალიას რომ დანიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად აუცილებლად მიიღებ იმაში, რომ გადადგება. ყველა მთავრობის დროს გადადგა. ხო, საკონძო მაგას გულისხმობ, ანუ ხომ და გადახედო ადამიანის როგორ იქცევა კრიტიკულ მომენტებში. მას კი რა კარგად ან ცუდად. ასეთი მოწყობის პიროვნებაა და ხა იქ რომ ნიშნავ გასაგები ეს უკვე ნამდვილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. კი, რასაკვირველია. მოკლედ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ რომ ისეთი საბეჭდილება მრჩევა რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად მიყავდათ აი ამ ვითარებამდე მავანს. აქაც და უცხოეთშიაც. მოსკოვში იქნება, ვაშინგტონში და ბრიუსელში არ აქვს მნიშვნელობა. მე ძალიან კარგად ვიცი და ვაფასებ იმ ესეთ ნაბიჯებს რომელიც გადადგა თავის დროზე დასავლეთმა საქართველოს მიმართ. იგულისხმება ფინანსური დახმარებაც, იგულისხმება სხვა ტიპის დახმარება. არაღიარების პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ძალიან სერიოზული იყო. შემაკავებელი ფაქტორებიც 2008 წლის მე-6 ფლოტის მოქმედებაც არ დავიწყებია 2008 წელს და ასე შემდეგ. ეხლა ის ხალხი ვისაც მე მაშინ ვუხსნიდი რომ აი წყალი რად გვინდა და ვუხსნიდი თვითონ ეს აქტია მნიშვნელოვანი დღეს ძალიან პროდასავლელია და პროამერიკა და მეცინება, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც შეეშინდება და ღმერთმა ანალოგიური ვითარება მოხდება, ისევ დაიწყებენ დასავლეთის გინებას. ხო, ნუ ეს არის, რომ სიღრმისეულად არ ეკიდებიან ამ ფაქტს, ძალიან ცუდია რომ არ ეკიდებიან, მაგრამ ყველას თავისი ადგილი აქვს. ყველას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს. არ არის მხოლოდ ის, რომ საქართველოზე გიждდება და როგორც რუსეთი თავის დროზე, როდესაც საქართველოს დაიხსნა, თავის ინტერესი ჰქონდა
გასაკვირველია მეუღლის სპარსაკისგან ოსმალეთისგან თავის ინტერესი ჰქონდა ახლაც ეს არის დასავლეთს თავის ინტერესია მე მინდა რომ ჩვენ კაფეო ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ინტერესები და მაქსიმალურად მოქნილი მეთოდოლოგიით შევეცადოთ რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ხო და ესე იგი თქვა დავაწარმოოთ ჩვენ პარტნიორებთან თუ მტრებთან თუ მოყვარებთან თუ ფსევდომოყვარებთან ესე იგი შევქნათ რაღაც თამაშის სისტემა ისეთი სადაც ჩვენი ინტერესებიც იქნება დაცული ხო მოკლედ ეს არის მთავარი დიახ ბატონო მამკა და კიდევ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი არის ის რომ ადამიანების უმეტესობა შეიძლება თუ უმეტესობა არა მაშინ მე მეპატიონ ამ ადამიანება ვერა ცნობიერებს რა სცენარები შეიძლება განვითარდეს საკაი თქვენ ბძანეთ ვთქვათ რუსეთის ინტერესი რა არის და როგორ მოქმედებს აქედან გამომდინარე რუსეთი რა არის ვთქვათ დასავლეთის ინტერესი მით უმეტეს რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ჩვენს რეგიონში ერთმანეთს ფაქტობრივად ნუ ეწინააღმდეგება რა თუ არ გამორიცხავს კი ეწინააღმდეგება აი მათ რა მომენტში რისთვის შეიძლება დავჭირდეთ მათ ხო ეხა მეორე ფრონტზე რო ლაპარაკობენ მე მგონი მეორე ფრონტი არასწორად ნათქვამია ჩვენ ვერანაირ ფრონტს ვერავის ვერ გავუხსნით არ მგონია ეხა დასავლელებს არ ახსოვდეთ 2008 წელს წინა ნაციონალური მოძრაობის გუბერნატორები როგორ ისხდნენ რუსი გენერლების მანქანებში ხო მათ შორის ხო და დახვებოდნენ ექსკურსიამ ძღოლობას უწევდნენ თითქოს მე მახსოვს იგივე გუბა სანიკიძის ნათქვამი რომ აი ერთი ქართველიც კი არ აღმოჩნდა რომ კენჭი ესროლა რუსის ტანკისტვის ხო მართლა არ აღმოჩნდა ჩვენ დიდად ვერ გავწიეთ წინააღმდეგობა უბრალოდ გავმწარდით და ეს ხო იციან მათაც ახლა მეორე ფრონტი როგორ უნდა გახსნა როცა ფიზიკურად არ შეგიძლია და როცა აღმოჩნდა კრიტიკულ მომენტში არც გინდა თავის შეაკლა და გაწირო რისთვის გამოსაყენებლად უჭირდებით რომ აი ცეცხლი მოეკიდოს ამ შუა დერეფანს ხო ნუ ეხლა ვიღაცას მოკლედ თავარი არის მოდი შევთანხმდეთ ეხლა რაც შეიძლება 2008 წელთან დაკავშირებით მე უბრალოდ მაინც მინდა ვთქვა რომ თლათეგრის არ იყო საქმე იქო წინააღმდეგობას გაწიეს ცალკეულმა შენაერთებმა და ცალკეულმა შენაერთებმა მე ზოგადად ლაპარაკობ ცალკეული შენაერთი და ამაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ კაი მაშინ გადავიდეთ იმაზე რა თუ შეიძლება და სულ თავს ვიმშვიდებთ ჩვენ რომ აი ეს და სულ ამოფარებულები ვართ ვიღაცის თავგანწირვას ვიღაცის წამებას ესე როგორ შეიძლება შენ რა გააკეთე და რა გააკეთე საბოლოო ჯამში კიდე ერთხელ ხასოს მომგვარებებას მათთვის მნიშვნელობა აქვს რომ ეს სივრცე აკონტროლონ აი ძალიან მარტივი რამე ეს სივრცე აკონტროლონ შუადერეფანი აკონტროლონ აი გვაკონტროლეთ აი არა აი ყურადღებას შუადერეფანი იქნება თქვა ჩინური ის ჩინური თემომავალი თვირთი ახლა ამერიკაში შეერთებული შტატებისთვის შეიძლება სურვილი იყოს რომ შუადერეფანმა არ იმუშაოს მაგრამ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია ამ შუადერეფანმა რომ იმუშაოს ესე იგი აქაც ესე სამუშაოა ასე ვთქვა სამუშაოა უკვე ერთმანეთში იქ რას მოილაპარაკები მაგრამ თქვა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მე უფრო იმედი მაქვს რომ სრული ექნება იმისი კი არა რომ არ იმუშაოს კი არა რომ იმუშაოს მაგრამ მე ვაკონტროლო კონტროლი იმას ნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლებაში და ადგილობრივი ადმინისტრაცია ხელისუფლება იქნება ეს თუ კოლონიალური ადმინისტრაცია არ აქვს მნიშვნელობა იყოს ისეთი რომელიც მე დამიჯერებს როცა საჭირო იქნება ამ ტელეფონს გააჩერებს გააკონტროლებს რომ ისეთი თვირთი არ წავიდეს მოკლედ მაკონტროლებელ ორგანო რო იყოს ჩემი. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ამის წინააღმდეგი ერთი და მეორე მოელაპარაკოს ჩინეთს? რასაკვირველია, ჯერ არ მოულაპარაკე. როცა მოილაპარაკეთ, მაშინ შეიძლება საერთოდ აღარ დაჭირდეს ეს ასეთი ფორმის, მაგრამ მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ არის პორტები, აქ არის შავი ზღვა ეს უნდა გაკონტროლდეს, იმიტომ რომ ხვალ ზეგ რა მოხდება, ყირიმია დასაბრუნებელი, უკრაინისტვის კი არა, დასავლური გავლენისთვის. და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაკონტროლებდი აი ამ სივრცეს, ასაც ქვია შავი ზღვის პირეთი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რუსეთი რჩება ერთადერთი სერიოზული პორტით, რომელსაც ინფრასტრუქტურა აქვს, ეს არის ნოვოროსიისკი, რომელიც ზამთარში იყინება და ეს პორტ კავკასზე რო არ იყოს, რომელიც არის შედარებით. ნუ საერთოდ ეს პორტის ვერ იმუშავებს. ანუ იმისთვის რომ რუსეთი შავ ზღვაზე გავაჩერო, კონტროლოს შავი ზღვის აკვატორიის აი ეს ნაწილი. და სხვადასხვა არაღიარების პოლიტიკაც ახლა ინტერესებით თქვა ჩვენ საერთოდ არ დადგებოდა დღის წესრიგში რომ არ ყოფილიყო კოსოვოს პრეცედენტი. რასაკვირველია. უდიდესი ალბათობით არ დადგებოდა ალბათ, იმიტომ რომ რუსეთი რას მოიმოქმედებდა არ ვიცით და მეორე შავ ზღვაზე სჭირდება პრობლემა რო არ ქონოდა თქვა უკრაინაში იგივე თავისი ფლოტის ბაზირების რუსეთს შეიძლება შავი ზღვის აფხაზეთის შავი ზღვისთვის არ უნდა?
აფხაზეთის კი უნდა ხო, მაგრამ ერთადერთი ის არის, რომ პორტთან დაკავშირებით პრობლემები იმით, რომ ვერაფერ დაადგეს თავი, ვერ მოიფიქრეს, როგორ უნდა გააკეთონ დარც აქ ამით რესურსი, რომ ჩააღრმავონ ისა ოჩამჩირის პორტი. ხო, წყალქვეშა. ხო, რაღაც ის მოკლედ დაბალი ის არის, რა ქვია, დონეა. და ბატონო, არსებობს არის ასეთი საფრთხე, ხო, თქვა ამ შემთხვევაში თუ აქ ღმერთმა არქმნაზე, ჩვენ ყველაზე ცუდ სცენარებზე ვლაპარაკობ, ჯერ ერთი გაფრთხილებული შეიარაღებულიაო და მე უკეთესი სცენარი რომ მოხდება, უფრო გაგვიხარდება და ამოვისუნთქებთ. შესაშინებლად ამას არ ვამბობ. ჩვენ ვაანალიზებთ ამას. აი თქვათ, აი აქ რაღაცა არეულობა მოხდა. ჩვენ ვიცით ტერიტორიული პრეტენზიები. რა ჩვენი მეზობლების თეორიულად ძალიან ცუდა ჰიჩკოკურ ვერსიას დავხატავ ახლა მე. ჩვენ თქვათ დავით გარეჯის ზე უარი არ უთქვამს აზერბაიჯანს, ეს ალბანური კულტურის ძეგლი არ არის. ჩვენ ვიცით აზერბაიჯანის დამოკიდებულება ქვემო ქართლისადმი, ხო, იქ ბორჩალოელი თათრები ცხოვრობდნენ ყოველთვის და ძალიან დიდი ალბათობით ასეთივე საფუძველი შეიძლება ბრჭყალებში მოეძებნოს ამ ტერიტორიის კუთვნილებას. ჩვენ ვიცით იგივე სომხეთის უკაცრავად სომხეთის დამოკიდებულება რაღაც გარკვეული ჩვენი რეგიონებისადმი მით უფრო ეს აქტუალური ხდება ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ იყო ყოველთვის ხო ეს ვერსია რომ შეიძლება საქართველოს ხაჯზე დაკმაყოფილდეს თურქეთის ამბავიც ვიცით ხო ბათუმთან მიმართებაში პირდაპირ უწერიათ თავიანთ კანონმდებლობა. კი, კიდევ ერთხელ გაიმეორეს კი ბატონო და ეს გეგმა როგორც აი ბატონი დავით იყო კობერიძე ისლამის სპეციალისტი ჩვენთან და თქვა 2050 წლამდე აქვს შესასრულებელი და ჩვენთან თურმე თურქოლოგები იცინიან ამაზე და კარგია ბოლოს გაცინებულები არ დავრჩეთ ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს თურქოლოგებთან. პარალელურად ბუნებრივია. და ამ სიტუაციაში ვთქვათ რაღაც მოხდა და უცებ ეს ქვეყანა ასე დაიშალეს. მაშინ საერთოდ კარგავს ანუ არ არის ხელსაყრელი მე ვფიქრობ დასავლეთისთვის. დასავლეთის ხელსაყრელია ეს ტერიტორია შენარჩუნდეს და რატომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გატყა ჩვენ არ გვაქვს. ხო ზემოდან გვიყურებენ, უფრო ჭკვიანები არიან, ძლიერები არიან, გასაგები აქვთ ამის საფუძველი. ჩვენ სულელები შტერები დავაბივართ თავს ვიგიჟიანებთ. კი ბატონო ის რატო იქცება ისე, რომ შეიძლება საერთოდ დაკარგოს ყველანაირი გავლენა აქ. იმიტომ რომ სახელმწიფო აღარ იარსებობს საქართველოს. ამის მაგალითი დასავლეთის პრაქტიკაში უამრავი არსებობს, მაგალითად თუნდაც ვთქვათ გერმანია 30-იან წლებში. რამდენი ისეთი სულელური ნაბიჯი გადადგეს, რასაც მოყვა საბოლოო ჯამში ის რაც მოყვა. ასეთი რამ ძალიან ხშირად გქონიათ. ერთმანეთში ვერ მოლაპარაკების გამოც, სხვა მიზეზების გამოც, არასწორი პოლიტიკური ისე თქვათ კლიმატის შერჩევის გამო და ბევრი სხვა. ეხლა ამ კითხვაზე ეს არის ძალიან ვრცელი და მე ვიცი რომ მე საერთოდ 5 წუთი გვაქვს, 5 წუთი. 5 წუთი არა გვაქვს, მე ვიცი რომ არ გვაქვს. არა, 5 გვაქვს. ვიკამოთოთ ეხლა. და არ გაგაჩერეთ. მოკლედ ასია თუ ისია, ბევრი ფაქტორი არსებობს, რატო დგამენ ამა თუ იმ ნაბიჯს, არასწორ ნაბიჯს. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, იმათი არასწორი ნაბიჯი რატოა. იმათ არასწორ ნაბიჯს რო დგამენ, კიდე 100 ნაბიჯის გადადგმა შეუულიათ, ესე ვთქვათ, რომ გამოასწორო. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი ან ორი ნაბიჯი გვაქვს მაქსიმალურად. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს დრო ველოდოთ და კითხვები დავსვათ, რატო გეშლება თქვენ. ჩვენ შეგვიძლია აუხსნათ მათ, რომ აი ეს შეცდომაა, ესეთი ნაბიჯი არ ვარ და ზოგ შემთხვევაში მიიღებენ. ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მიუღიათ და ასეთი გადაწყვეტილება. ამხსნელი ყავს. აი ეს ესეთი კითხვაა, რომელსაც მე პასუხი არ მაქვს. მე არა მაქვს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ მე თვითონ მქონია შემთხვევა და ეხლა ყველაზე კარგი მაგალითი ხშირად ყვები ხოლმე იგივე 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მქონდა საუბარი ამერიკელ კოლეგებთან, ჩვენ კოლეგებთან, ექსპერტებთან, იმის თაობაზე, რომ თეთრი სახლი რამდენად იყო ჩართული ამ ამბავში, ამერიკის ესე იგი ადმინისტრაცია. ისინი პირზე კაფ მოდებულები გვიმტკიცებდნენ, რომ არ იყო ჩართული. და მე იცოდა თუ არა, რომ იგეგმებოდა კონტერვერსია. ხო, და მე ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ქართველმა კითხა, რომ კაი არ იყო ჩართული თეთრი სახლი. პენტაგონიო და სიჩუმე ჩამოწვა მძიმე. პენტაგონი ჩართული იყო ამაში. ესე იგი მე ამითი იმის თქმა მინდა, რომ ესე იგი და მე ვთვლი, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი მათი მხრიდან, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, მე თეთრი სახლის თვლიდა, რომ პენტაგონის აი ნეოკონების ჩართულობა ამაში და პენტაგონის მაშინდელი ხელმძღვანელის შეინის ჩართულობა იყო არასწორი. იმიტომ რომ ამერიკას ძალიან არავითარი შედეგი არ მისცა
ამ იმ და რუსეთს ხოდაშორის მისცა ამ მოდერნიზაცია დაიწყო შეერაღებული ძალების სწორედ 2008 წლის შემდეგ. რასაკვირველია მისცე. აი შეცდომა მოძდით ხოლმე მსხვილ მოთამაშეებს ზუსტად იმის გამო რომ გონიათ რომ ყველაფერი გაუვათ. აი ყარაბაღის მოვლენები მაგალითად მოსკოვის ძალიან სერიოზული შეცდომა იყო და დღეს არის ერთმანეთს თავში ურტყამენ მაგის გამო ეს როგორ მოგვივიდა ეს შეცდომა როგორ დავაშავეთ ესეთი ნაბიჯი როგორ გადავდგითო და როგორ მოკლედ. ასე რომ იცი როგორ არის იმათ აქვს შეცდომის დაშვების შანსი და საშუალება და ჩვენ არ აგვაქვს ფუფუნება. ხო, სწორია სიტყვა ფუფუნება. ამიტომ ეხლა ყველაფერი ეხლა შემოჭრას და ომს ამ წუთში მე არ ვარაუდობ ნამდვილად მიუხედავად იმისა რომ იგრძნობა ეგ რაღაც ჯარების გადაადგილება სხვადასხვა სივრცეში. შემოჭრას უკვე აღარ ვიცი რუსეთი. ხო, არ ვიცი იმ დროს. აი ზოგმა მანევრი ზოგმა სამხრეთელმა მეგობრებმა ერთმა მანევრები წამოიწყო. მეორემ თავისი არმიის გაშლა დაიწყო მართალია ბრძანება გაცემულია მზადყოფნა ნომერი 2 და რა პირველი. მაგრამ მაინც მესამემ გაყვანილი ჯარი და უკან დააბრუნა. მართალია სულ ერთი ბატალიონი. ჩვენ გარშემო მოხდება ძირფასო. მართალია სულ ერთი ბატალიონი, მაგრამ ხო დააბრუნა მე ცხინვალის გულის სამაშობაში ბატალიონი გავაკავეს ცხინვალის რეგიონს. მოკლედ მე ის მინდა გითხრათ რომ ეხლა ბუნებრივია რა ვქნათო ვიღაცა იკითხავს, ხო? აი რა ვქნათ უნდა როცა საკითხს ვაყენებთ ასე რომ აი დავანგრევთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთ ეს გადასარევია ძალიან კარგია რევოლუციურია. მაგრამ მოდი ეს დავაყენოთ რომ მოდი მოვილაპარაკოთ კომპრომისი შევქნათ იმიტომ რომ ხვალ არ მოგვიწევს საერთოდ ყველას აღლებში დასვლა. ოპოზიცია ამას ვერ ხვდება? არ ყოფნით? არ ყოფნით. მე არა მაქვს მათთან კონტაქტი, ხა იქ რაშია საქმე, იცი რომ ეს ქართული თვისება თვალებს ისე დაგიბნელებს ალაუფლების სურვილი. სამხრეთელების თვისება მარტო ქართველების არა საერთოდ რომ არაფერი გაგება არ გინდა და არ გსიამოვნებს და არ გჭერა და ეხლა დაიწყება აი მაგალითად ბულინგი ამასთან დაკავშირებით და ეს ლაპარაკობს ეს რუსეთუნეებო პუტინის აგენტები ხო რა ვქნა ეხლა პრინციპში ესეა და აი ეს ბავშვური ის რატო შემოვიდა აი რაღაცა რუსეთუნე ის რაღაცა მე არ მინდა ის ცუდი სიტყვა ვთქვა რაც დასავლელებს რაც უკანალთან ასოცირდება ამის ამას ეძახის რუსეთუმას ის მე უკანავეს და რატომაც ადამიანებს გონიათ აი ვიღაცა ქუჩაში რაღაცას თუ დამიძახებს თქვათ მე ჯვარი მწერებ დამიძახებს მისი აზრი ჩემთვის ისეთი გადამწყვეტია რომ ეს ჩემს თვითშეფასებაზე იმოქმედებს აი ეს საიდან დაადგინეს ჩემთვის ცოტა უცნაურია. არ ვიცი, მაგათ უნდა გითხოთ, მე უბრალოდ შემიძლია გითხოთ. არ ის დამკვიდრდა ურთიერთობის ფორმატი. ეხლა ამ წუთში ჩვენ ამ სტუდიაში ამას ვერ გამოვასწორებთ. კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე აქ რუსეთუმებაზე რუსებზე არ არის ლაპარაკი. რუსები დასავლეთი იქნება, სამხრეთელები იქნება, პოლიტიკური ისლამის მატარებლები იქნებიან. სულ ერთი ყველა საინტერესებს ეს რეგიონი რა. ყველა სხვადასხვა ძალას იყენებს ამისთვის, ყველა სხვადასხვა რაოდენობის ფულს ხარჯავს, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ესეა. გარშემო ჩვენ არ გვყავს მეგობარი. ჩვენ კოსილო პარტნიორი გვყავდეს, შეიძლება გვყავდეს ადამიანები, მეგობრები, მაგრამ სახელმწიფოებს ყველას თავისი ინტერესები აქვს და რაც უფრო მსხვილია სახელმწიფო, მით უფრო თავხედური ინტერესები აქვს მაგ. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენი დიპლომატიის ამოცანა და პოლიტიკური ელიტის არა მარტო ხელისუფლების ამოცანა, რომ საერთო ენა იპოვოს ყველასთან ამასთან და რაღაცნაირად მოახერხოს ჩვენი ინტერესების თანხმდევრა. და ეს უნდა გითხოთ ბატონო მომკამ, როდესაც თურქეთის ავწელებს ინფორმაციას, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებთ დამასკო და ალეპოს და შემდეგ დაუბრუნდებით ზანგეზურში. ხო რა მე რას ნიშნავს ეს რომ უნდა დავიწყოთ? ნიშნავს რომ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებენ იმას რა ქვია დამასკოს დაუბრუნდებიან ზანგეზურში. ეს დაბრუნება ის ხო არა რომ ტაშპანდური ჩემოვლენ და იმღერებენ. სტანდარტი არის დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების წესია რა. ეხლა ნუ უნდა თავარია რომ ციხიდან გამოიყონო სიაში მოხვედრილი ტერორისტი საერთაშორისო სიაში მოხვედრილი ადამიანი დაბანო, კარგად ჩააცვა, უთხრა რომ ყორანზე ლაპარაკი არ დაიწყო, უთხრა რომ დაივიწყე შენი ისლამური წარსული და დღეს შენ უნდა იყო ჩვენი წარმომადგენელი, დასავლეთის წარმომადგენელი 1-2-3 გაძელი. აი ახლა რაც ხდება რა ალგუჯანის ხო და ნუ დღეს ის კაცი მოკლედ რომელიც გუშინძის სიაში იყო დღეს არის ესე იგი საერთოდ აბსოლუტურად კრეტინული ფრაზაა ზომიერი ისლამისტი. ისლამისტი რო არის ზომიერი ვერ იქნება, იმიტომ რომ ისლამისტი არის თავისთავად ადამიანი რომელიც პოლიტიკისთვის იყენებს რელიგიას. მორჩა დამთავრდა ზომიერი ისლამისტი და რაღაც ეს არის აი იდიოტებისთვის განკუთვნილი ფრაზა რომ რაც შეიძლება ესე იგი უვიცი ხალხი დააჯეროს სწორედ. ისლამისტია. რა პრობლემები შექმნის ცოტა ხანში ეს ახლა შამი ეს ორგანიზაცია თვითონ ნახავენ ეგენი, რომელიც ეს ორგანიზაცია ყოველთვის ქმნიდა პრობლემას და ეხლაც იგივეს გააგრძელებს, მაგრამ ამ წუთში ასე ჭირდება დღეს ანკარას. და რამდენი საფრთხე როგორია ჩვენთვის
მაგ ორგანიზაციიდან ალჯულანი ჩვენთან სამხრეთ კავკასიაში. როგორია ერთ-ერთმა ჯერთი უნდა ითქვას, რომ ეს არის ძალიან ახლოს თანამშრომლობის ორგანიზაცია ხორასანთან, რომელმაც ჩაანაცვლა საქართველოს კავკასიის ტერიტორიაზე მთლიანად როგორც მისი კავკასიის ვალაიეთის ისლამური ხალიფატის უჯრედი და ახლა პრინციპში ეს ხორასანის უჯრედებია განლაგებული და ერთ-ერთმა ლიდერმა იმ ორგანიზაციის რომელმაც დაიკავა დამასკო იმან განაცხადა კიდევაც არის მალიკა ალ-კავკაზი დაღესტნელი წარმოშობით 3000 მებრძოლი ყავს დაღესტნელი 40 საქართველოს მოყოლად იქ არიან დამასკოში განაცხადა რომ აი შემდეგი დარტყმის ობიექტი იქნება კავკასია და აუცილებლად გავაკეთებთ მართალია იგულისხმება ჩრდილოეთ კავკასია მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში ხომ უნდა მოხდა აქედან გამომდინარე სამხრეთ კავკასია იქნება ისევ ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით ისლამისტების ინტერესის სფერო. და თურქეთი როგორ ხა თურქეთი და სანამ ჩვენამდე მოვადი რომ კავკასიიდან აზერბაიჯანია თურქეთია. თურქეთი მათთვის არის ეს ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა თურქეთის სპეცსამსახურებთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. ხო და ნუ ახლა მე მქონია შემთხვევა რომ ისლამისტები მინახავს სომხური პასპორტებით რომლებმაც ლიბანში აიღეს სომხური პასპორტები და ერევნიდან ხდებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში. გზები ბევრია, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ სხვა დროს. ცალკე ვილაპარაკოთ, უბრალოდ მაინც კიდევ ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. ჩვენ რეკლამის გამო უნდა შევწყვეტეთ და მორიგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.